ანუ მერი ახლა 5 კონკურსანტთან ერთად არის მეორე სტუდიაში, უბრალოდ პირველ სტუდიაში, როგორც ჩვენ მას ვეძახით და რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება კონკურსანტებთან ერთად. 5 კონკურსანტი ყავს ევროვიზიას, ახმის მიცემის პროცესი დღეს წყდება და საერთაშორისო ჟიურისა და თქვენი ხმების მიხედვით გამარჯვებული გამოვლინდება დაახლოებით 9 საათში. ეს არის და ეს. ამასთან დაკავშირებით სერგის აქვს მიმართვა სპეციალურად იმ ადამიანებისთვის, ვინც გვიყურებს დღეს, იმიტომ რომ დღეს ჩვენი მაყურებელი გაცილებით მეტია ვიდრე მთელი საქართველო, იმიტომ რომ ვართ ევროვიზიის ვებსაიტით გადაეცემა ჩვენი გადაცემა პირდაპირ ეთერში. ამიტომ ოდნავ ძალიან მოკლედ ინგლისურად უნდა მივესალმოთ ჩვენს მაყურებლებს. I would like to thank our international viewers on Eurovision.tv for joining the Communicator, the interactive program of the Georgian Public Broadcaster, which is dedicated today to the national Georgian competition final of the Eurovision Song Contest. And I hope you will enjoy the show, guys, and please do visit our country. It's a beautiful country, by the way. იბატონ, რა შეეხება ჩვენს დღევანდელ ჩვენი დღევანდელი ეთერი გარდა იმისა, რომ ევროვიზიით არის ესე დატვირთული და საინტერესო, იმიტომ რომ კულმინაცია სწორედ ჩვენს ეთერში ნახავთ, მუსიკალურ თემას ვაგრძელებთ, ჩვენთან სტუმრად იქნება ალბათ თქვენთვის ყველასთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი, თუმცა ეს გადაცემის ბოლოს მანამდე ჩვენ გავესაუბრებით იმ გამარჯვებულს, რომელსაც გამოავლეს მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური ერთად, ანუ ევროვიზიის გამარჯვებულს. გარდა ამისა, ცხადია ცოცხალი მუსიკა, ცხადია ვიდეო დაიჯესტი და მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები სოციალური ქსელებიდან იქნება მომდევნო 2 საათნახევრის განმავლობაში ჩვენი საუბრის თემა და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გვინდა აუცილებლად ეხლა ვეკითხრათ, ეს არის ის, რომ კომუნიკატორი შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წამოწყებულ კამპანიას ერთად დავამარცხოთ ჰეპატიტი. თუ რა კამპანია ამაზე ოდნავ მოგვიანებით, როცა შესაბამის თემას და დროს მიუახლოვდებით. ახლა კი მერი უნდა ჩავრთოთ, პირველი სტუდია უნდა ჩავრთოთ უბრალოდ ეთერში და ხარს უჭერთ ყველა მონაწილეს ევროვიზიის ნებისმიერი გამარჯვებული გაგვახარებს დარწმუნებული ვარ. თქვენ უყურებთ კომუნიკატორს. მოგესალმებით, ჩვენ ვართ პირველი არხის პირველი სტუდიიდან, ჩემთან ერთად არიან ევროვიზიის შესარჩევი კონკურსის კონკურსანტები. ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ. მიხარია, რომ დღეს უნდა გამოვლინდეს ის ერთი ადამიანი, გამარჯვებული, რომელიც საქართველოს სახელით 2015 წლის კონკურსზე, ევროვიზიის კონკურსზე წარმოადგენს საქართველოს. მე ახლა მინდა რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თავისი მუსიკალური ნომრებით და პირველი კონკურსანტი არის ეთერ ბერიაშვილი. გთხოვთ, ჩართოთ ვიდეო ფირი. ეთერ, შეგიძლია მითხრა, რატომ ევროვიზიის კონკურსი, რატომ უნდა იყოს შენ ევროვიზიის კონკურსის წარმომადგენელი საქართველოს სახელით? რა არის ის კონკურსები არც თუ ისე მრავლად იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ევროვიზიის კონკურსზე სიმართლე გითხრათ სულ ვოცნებობდი ხოლმე, მაგრამ რაღაცნაირად ან სიმღერა არ მქონდა, ან რაღაცნაირად აი სიტუაცია არ იყო ისეთი, რომელიც მიბიძგებდა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას და წელს ესპანელმა კომპოზიტორმა გამომიგზავნა სიმღერა, შემომთავაზა უბრალოდ მემღერა მის სიმღერა და რატომაც არა და აი ამ ტალღაზე მოხვდი შესარჩევ ტურში და ძალიან სასიამოვნო არის რომ დღეს აი ამ ჭიერ ადამიანებთან ერთად ვიზიარებთ ამ სცენას, ამ სტუდიას. მე ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი წარმომადგენელი კანდიდატი ხარ შენ. მითხარი, რატომ უნდა დაგიმესიჯო? აი ხო მე რო ავიღო ტელეფონი და ავკრიფო შენი პირადი ნომერი. რატომ? ჯერ ერთი თანხა თუ გაქვს საკმარისი, უნდა დაუმესიჯოთ ყველას. მეორეს ერთი, რა არის ისიც მე მგონია რომ ჩემი სიმღერა არის ძალიან ჩემი კი არა ხოსე ხუან როდრიგესის სიმღერა არის ძალიან გლობალური, ძალიან ისეთ გლობალური, ისეთ თემებს ეხება, რომელიც გვაღელვებს ყველას. არის ადამიანების ბედნიერება, არის მშვიდობა მსოფლიოში და ასე შემდეგ და შემდეგ. ძალიან დიდი სიმღერაა. ასე ვიტყოდი მე ალბათ. It's a big song.
ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებ. იმედი მაქვს შენი მხარდამჭერები არ დაზოგავენ თავს, არც 50 თეთრს აუცილებლად გამოგიგზავნიან SMS-ებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. შემდეგი კონკურსანტი არის ედვარდ მეისონი. პირველ მოგესალმებით. ედვარდ, მოგესალმებით მეც. მე რატომ უნდა დაგიმესიჯო? ქართულმა მაყურებელმა რატომ უნდა აირჩიოს ედვარდი თავის წარმომადგენლად ევროვიზია 2015-ზე? ესე იგი, რატომ? სიმღერას ქვია We Are Free. არის ევროვიზიის ფორმატი. გინდა არანჟი, ტექსტი, მუსიკა, მელოდია, ადვილად დასამახსოვრებელია. პლუს We Are Free არის ჩვენზე ქართველებზე. ანუ ჩვენს ომებს ეხება, ჩვენს ბრძოლას, სიყვარულს და აბსოლუტურად, გასაგებია, ხო, რა თემაცაა. ანუ ეს შეგიძლიათ თქვა, რომ ეს ერთგვარი პოლიტიკური მესიჯიც არის. კი, რა თქმა უნდა და ეს სიმღერა მე მინდა მომღერო ევროპას. ეს თემაა. ძალიან კარგი. მიმართე თუ გინდა მაყურებელს გაქვს რამდენიმე წამი იმისთვის, რომ თვით რეკლამა გაუწიო საკუთარ თავს. ესე იგი, მე თუ წავედი ევროვიზიაზე, ყველაფერს ჩავატარებ კარგად. ევროტურებში ვიმღერებ ჩემი სოლო პროგრამა ქორსაათიანი და წარმატებას მოვუტან საქართველოს. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებ მეც. ჩვენ მესამე კონკურსანტი გვყავს, ერთი კი არა, მთელი ჯგუფი ნიუტონი. მოგესალმებით. გამარჯობათ კიდევ ერთხელ. როგორ გადაწყვიტეთ, რა იყო თქვენი ეს გაერთიანების მიზანი, როგორ მოხვდით ამ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე? მოგესალმებით, ჩვენ ვართ 5 მუსიკოსი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ხედვა, მაგრამ ერთად ძალიან კარგად მეგობრობთ და თანამშრომლობთ მუსიკაში. ევროვიზიის ტურზე, ანუ ცხოვრებაში ვაკვირდებოდით ეგეთ კონკურსებს, ანუ გვინდოდა რომ უფრო გაფართოებულიყო ჩვენი მსმენელის არეალი. აღმოჩნდა ისე რომ 3 დღით ადრე მივიტანეთ, შევიტანეთ და 5 თელში აღმოჩნდით. ძალიან მაგარია. რატომ უნდა დაგიმესიჯოთ შეგიძლიათ? ევროვიზია უფრო საშუალებას მოგცევს უფრო დიდ ასპარეზზე წარმოვაჩინოთ ჩვენი შემოქმედება და რაღაცა ვიმედოვნებთ რომ Runaway ჩვენი სიმღერა რაღაც დიდი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს და ევროპის ურთიერთობას. რეალურად გაუწევთ კონკურენციას ევროპის სხვა კონკურსანტებს თქვენი სიმღერით, თქვენი ჯგუფით? ესე რომ არ ვფიქრობდეთ, არ ვიქნებოდით აქ ბუნებრივია. კარგი. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. მიხარია რომ იღებთ მონაწილეობას და იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებთ. ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ კონკურსანტებსაც ვუსურვებ. მადლობა. შემდეგი კონკურსანტი არის ნინა სუბლატი, ყველაზე ექსტრავაგანტული, განსხვავებული და ორიგინალური კონკურსანტი. მოდი ვნახოთ ნინას ვიდეო. ნინა, შენი მთავარი მესიჯი ქართულ მაყურებელს, ჯერ მხოლოდ ქართველი მაყურებელი ირჩევს.
ჩემი მესიჯი უფრო ჩემი გულშემატკივრის მესიჯზე შემიძლია რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ ვფიქრობდი ევროვიზიაზე მონაწილეობის მიღებას და რატომ გადაწყვეტე? რამ გადაგაწყვეტინა? მთელი წლის განმავლობაში მომდიოდა ძალიან ბევრი მესიჯი რომ მიიღე მონაწილეობა, იქნებ გაგვიმართლოს ამ შემთხვევაში მაინც და საბოლოოდ რამდენიმე 2 დღე იყო დაახლოებით დარჩენილი და გადავწყვიტე რომ დამეწერა სიმღერა, დაახლოებით 5 საათში დავწერე სიმღერა და გამიმართლა და მოხვდი ხუთეულში. ანუ შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ შენი მონაწილეობით შეიძლება გქონდეს შანსი და შენი გულშემატკივრების? მე დიდად არ ვფიქრობ ამ საკითხზე, უბრალოდ მგონია, რომ რაღაცნაირად ამ თანამედროვე ტენდენციას ასე თუ ისე ვიცნობ, შემიძლია რომ ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინო და დაახლოებით ვიცი ის რაღაც კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილო მომღერალმა. ფინანსურ ხარეს რო არ შევეხოთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თუ მე წარვადგენ და შეიძლება გამართლება ცოტა ისეთ სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ კარგად წარმოვაჩენ ჩემ თავს თუ გავიმარჯვებ. კარგი. ძალიან დიდი მადლობა ნინა სუბლატი და შემდეგი კონკურსანტი მიშა სულუხია. მიშა, შენ არაერთ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ეტაპზე რამ გადაგაწყვეტინა, რომ ხარ ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში? კონკურსები, რომლებშიც მოგესალმებით ყველას, კონკურსები, რომლებშიც მიღებული მაქვს აქამდე მონაწილეობა, აბსოლუტურად განსხვავებულია ფორმატულად ევროვიზიის კონკურსისგან და ამ შემთხვევაში ჩემი სიმღერით გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ამ გრანდიოზულ პროექტში და ისიც მოხარული ვარ, რომ მოხვდა ამ ფინალურ ხუთეულში. სიმღერამ საკმაოდ ისეთი რესპექტი გააკეთა და ამაზე ძალიან მადლობელი ვარ, ასე ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ ამოდენიმე წლის პაუზის შემდეგ პოპულარული მუსიკას გულისხმობ, კლასიკაში მქონდა მენაბიჯები და პაუზის შემდეგ დაუბრუნდი და გამოიწვია უცხოურ საიტებზე, რაღაცა პრესებში, გამოცემებში ყურადღება და ესეც ჩემთვის ერთგვარი საკმაოდ კარგი ელემენტია განახლებული ნაბიჯის გადადგმისთვის. ანუ არჩევანი უკვე გააკეთე თუ ორივე სფეროში აპირებ, ანუ ორივე მუსიკალურ ჟანრში აპირებ თანაბრად სვლას? რა არის, ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, აბსოლუტურად განსხვავებული სფეროებია, მიწევს იქაც მღერა და აქაც დავუშვათ ასე რომ ვთქვათ და საბოლოო ჯამში როგორ და რანაირად იქნება ჩემი კარიერა საითკენ წავა უფრო ამ წუთას ვერ გეტყვით, თუმცა დიდი სურვილი მაქვს რომ პოპ მუსიკაში გავაკეთო ის იდეები და განვახორციელო, რაც რეალურად მაქვს ჩაფიქრებული. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, მიშა. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველას გისურვებთ წარმატებას. თქვენ ყველა იმსახურებთ ევროვიზიის კონკურსზე მონაწილეობას, თუმცა მაინც ჟიური და მაყურებელი იღებს გადაწყვეტილებას. ახლა კი ვნახოთ ყველა ხუთივე კონკურსანტის მუსიკალური ნომრის საერთო კოლაჟი.
ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ ხუთივე კონკურსანტის მუსიკალური ნომერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო წამები რჩება იმისთვის, რომ თქვენ დაუმესიჯოთ თქვენ სასურველ კანდიდატს. კანდიდატს, რომელიც გინდათ, რომ წარსდგეს ევროვიზია 2015 წლის კონკურსზე. მე უკვე უნდა დავიწყო ათვლა. ვიწყებ 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. ზარების ხმების მიღება შეწყდა. ქართველმა მაყურებელმა უკვე გააკეთა არჩევანი. გააკეთა არჩევანი და აირჩია კანდიდატი, რომელიც მათი აზრით უნდა წარსდგეს ევროვიზია 2015 წლის კონკურსზე, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მხოლოდ ქართველი მაყურებელი არ იღებს გადაწყვეტილებას. წელს ევროვიზიის შესარჩევ კონკურსს ყავს საერთაშორისო ჟიური. ეს საერთაშორისო ჟიურიც იღებს გადაწყვეტილებას. ისინი თავის ხმას აძლევენ თავიანთ სასურველ კანდიდატს. ჩვენ შეგვიძლია უკვე ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. გამარჯობა საქართველო, მე ვარ ემილი ფორესტი და ხუთივე მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას. ჩემი ქულები კი ასეთია: ერთი ქულა ჯგუფი ნიუტონი, ორი ქულა მიშა სულუხია, სამი ქულა ედვარდ მეისონი, ოთხი ქულა ეთერ ბერიაშვილი და ხუთი ქულა ნინა სუბლაც. გამარჯობა საქართველო, მე ვარ ეუგენ ელიუ გერმანიიდან. დღეს მე დამეკისრა მისია, რომ შევაფასო შიდა შესარჩევი კონკურსი საქართველოში, რომ გამოვლინდეს ერთი საუკეთესო, რომელიც წავა ვენაში. მე ამაყი ვარ იმით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დამაკისრა ეს საპატიო მისია. ვფიქრობ, დიდი ნდობა გამომიცხადეს. მოდი ვნახოთ, ვინ გასინჯავს ვენის ნამსხვერს და წავა ავსტრიაში საქართველოს სახელით. ერთი ქულა ედვარდ მეისონს. სიმღერით We are free. ულოცავ. ორი ქულა ეთერ ბერიაშვილი. If someone. ულოცავ ეთერს. სამი ქულა ნინა სუბლატი. Warrior. ულოცავ. ოთხი ქულა ჯგუფი ნიუტონი, Runaway. ულოცავ. და ხუთი ქულა მიშა სულუხია, One and Only. ულოცავ. ნახვამდის საქართველო და გისურვებ წარმატებებს 2015 წელს ვენაში. გამარჯობა თბილისი. მე ვარ მარკო ბრაი და მოხარული ვარ, რომ ვარ ჟიურის წევრი. უპირველეს ყოვლისა ულოცავ ხუთივე მონაწილეს, რადგან მათ გასიეს უდიდესი შრომა. თუმცა გამარჯვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი. ჩემი ქულები ასე გადანაწილდა. ერთი ქულა ედვარდ მეისონს. ორი ქულა ეთერ ბერიაშვილი. სამი ქულა მიშა სულუხია. ოთხი ქულა ჯგუფი ნიუტონი. და ბოლოს ხუთი ქულა ნინა სუბლატი. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს. შევხვდებით ვენაში. გამარჯობა საქართველო. მე ვარ ტომას გიასონი. ჩემი ქულები ასეთია. ერთი ქულა ედვარდს. ორი ქულა ნიუტონი. სამი ქულა ეთერის. ოთხი ქულა მიშა სულუხიას. და ბოლოს ხუთი ქულა ნინას სიმღერით Warrior. მადლობა, წარმატებები.
გამარჯობა საქართველო, მე ვარ რალფ რეინიკი, ჰოლანდიიდან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეხმარების სიმღერის არჩევაში. და მაქვს პატივი ხმა მივცეს საუკეთესო სიმღერას, რომელიც ვენაში გაჟღერდება. ჩემი ქულები, ერთი ქულა ედვარდ მეისონს. ორი ქულა ჯგუფი ნიუტონი. სამი ქულა ნინა სუბლატი. 4 ქულა ეთერ ბერიაშვილი. და ჩემი 5 ქულა გადაეცემა მიშა სოლოხიას. ვუსურვებ წარმატებას, გამარჯვებას. ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო, მათ შეარჩიეს თავისი კანდიდატი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დაჯგუფდეს. საკმაოდ კომპეტენტური ჟიური გვყავს, ისინი არიან საერთაშორისო ჟიურის წევრები, ისინი არიან მუსიკოსები, კომპოზიტორები, ევროვიზიის კონკურსის მონაწილეები. მოკლედ, მათ ზუსტად იციან, რომელ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა. ჩვენ ახლა უკვე უნდა დავაჯგუფოთ ეს ყველაფერი, მაყურებლის ხმები და ჟიურის მიერ მიცემული ხმები კონკურსანტების მიმართ და ამ ყველაფერს გაგვიმხელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის პროდიუსერი ნათია უზნაძე. ნათია, გთხოვთ. პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ღებულობდით მონაწილეობას შიდა შესარჩევ კონკურსში. მართლაც არაჩვეულებრივები იყვნენ ხუთივე მათგანი და ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა, მე რომ მქონოდა ეს მისია, რომ რომელიმე მათგანი გამიშვა, ძალიან რთული იქნებოდა, იმიტომ რომ ხუთივე მართლაც არაჩვეულებრივები არიან. ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილებით. წელს ევროვიზიაზე მე-60 კონკურსზე გაემგზავრება ნინა სუბლატი. ნინა, შეგიძლია თქვა ორი სიტყვა?
I'm a warrior. ულოცავთ. გარკვეულწილად კი მე მყავდა სხვა კანდიდატი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მჯეროდა რომ გაიმარჯვებდა. შემოგვიერთებიან სულ ცოტა ხანში, გამარჯვებული შემოგვიერთდება. მერიც დაგვიბრუნდება აუცილებლად, მაგრამ მანამდე